სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურთან დაკავშირებით ვიდეო მასალას აქვეყნებს. როგორც სუსის ინფორმაციაში აღნიშნული, ფარულ ვიდეო ჩანაწერში ჩანს მის მიერ ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემის და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი. უფრო მეც ნათია ქენქაძე გვეტყვის, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. ნათია, ბოლო ინფორმაციას ველით შენგან. დაახლოებით 1 საათის წინ გამოქვეყნდა აღნიშნული ვიდეო მასალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თანდართული ინფორმაციით და ტიტრებით და თავად უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ვიდეო მასალაში ჯაშუშობაში ბრალდებული პირის მიერ ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის აღებისა და ხელმოწერის ფაქტი არის დადასტურებული. დახურულ სივრცეში არის გადაღებული ეს ვიდეო, სავარაუდოდ ფარული ვიდეო კამერით. მოქმედი პირი არის 2, მათგან 1 ბრალდებული არის სანახევროდ დაფარული, მას სახე აქვს დაფარული. მეორე პირი კი მთლიანად დაფარულია და ასევე მას ხმა აქვს შეცვლილი, ამიტომ მისი იდენტიფიცირება არის სრულიად შეუძლებელი. ამ ვიდეო მასალის მიხედვით კომუნიკაცია მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და როგორც თავად დართულ ტიტრებში არის გაშიფრული, საუბარი არის გარკვეულ შეტყობინებებზე, ასევე პაროლით დაცული ინფორმაციების გადაცემაზე. Did you check that message I showed you? What does it mean? First, you should read what I wrote to you, because it's important. When I send you something, I will use this. It will be the name of the file. This is the password. This one. This one. And that one. Yeah. And when you want to write to me, instead of putting a password in Word, yeah, because we don't have the same version, yeah, you send it with the password, and you send it to me, and after you did it. ამ ვიდეო მასალის გამოქვეყნებას წინ უძღოდა ერთგვარი ანონსი ვიცე-პრემიერის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხის სახელმწიფო მინისტრის მხრიდან მამუკა მდინარეძემ ამ რანგში მის მიერ გამართულ პირველ ბრიფინგზე ისაუბრა თუ რას აკეთებს სახელმწიფო ზოგადად ჯაშუშობის ფაქტების გამოსავლენად და ასევე ამ კონკრეტულ შემთხვევაზე. მისი თქმით, არის გარკვეული პირების მხრიდან სპეკულაციის ცდელობა, ისინი არ ენდობიან წაყენებულ ბრალდებას და გამოძიებას, ამიტომ ბრიფინგზევე მოუწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს გეკა გელაძეს, რომ მასაქმის მასალებიდან, რომელსაც ედო გრიფი სრულიად საიდუმლო გამოქვეყნებინა მცირე მონაკვეთი ვიდეო მასალა, რომელშიც არ იქნებოდა ისეთი ინფორმაცია, სადაც სახელმწიფო საიდუმლოებაზე იქნებოდა საუბარი. მას დღეს არ დაუსახელებია ისევ, რომელი ქვეყნის სასარგებლო ჯაშუშობაზე არის საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი დიდი ევროპული სახელმწიფო და მას ჰქონდა ერთგვარი მოწოდებაც ევროპული სახელმწიფოების მიმართ, რომელიც მისი თქმით აწარმოებენ აქტიურ სადაზვერვო საქმიანობას საქართველოში. თქვენ გახსოვთ სუსის ბრიფინგი, პირველი რომელიც ბატონმა ლაშამაღრაძემ გამართა, სადაც იყო პირველი მინიშნება, ოღონდ იმ შემთხვევაში კონტრდაზვერვის სამუშაოების შედეგად სპეცსამსახურმა დააკავა ყალბ დოკუმენტებზე და ასე შემდეგ კონკრეტული პირი. ეს მინიშნება, როგორც მიხვდით, სწორად ვერ გაიგეს. შემდეგ იყო ერთი მიმართულებით დაკავებული ჯაშუში და 2 პასუხისგებაში მიცემული კონკრეტული ადამიანები, ძალიან საინტერესო ადამიანები, ამ სამუშაოს წარმოებასთან მიმართებით საინტერესობაზე ვსაუბრობ და შემდეგ იყო ევროპის, თუ გნებათ, ოდნავ დავაკონკრეტებ და მეც აღარავინ არაფერს იტყვის ამასთან დაკავშირებით, ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი. რადგან ვიღაცა მეჭი შეიტანა ერთმა ადამიანმაც კი და თითქოს რაღაც ეს მოგონილი ბრალდება იყო, რა თქმა უნდა ინფორმაციას რას გადაცემდა და ამ ნაწილებს ვერ გამოვაქვეყნებთ, ძალიან ბევრი ჩანაწერი არსებობს იმ საქმეში, მოხდება განსაიდუმლოება და გამოქვეყნდება ინსტრუქტაჟის მიღების ნაწილი, მოხდება ფულის გადაცემის ნაწილი და ხელმოწერის ნაწილი მხოლოდ გასაჯაროვებული. ამის იქით ბუნებრივია ხვდებით, რომ განსაიდუმლოებაც ვერ მოხდება და შეუძლებელია სხვა ნაწილი გამოქვეყნდეს. ასევე მინდა ვთხოვო ევროპის იმ რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც ახორციელებენ დაზვერვით სამუშაოებს გაცხოველებულ და ინტენსიური რეჟიმით ჩვენს ქვეყანაში, რომ ვიდრე მათ წარმოუდგენიათ, გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ ქართულ სპეცსამსახურებს დღეს. კონტრდაზვერვითი სამუშაოები დღეს მიმდინარეობს გაათმაგებულ რეჟიმში და ინტენსივობით და ასევე ჩვენ ძალიან დიდი ინფორმაციები გვაქვს და ჩვენ სამართალდამცავებს აქვთ ეს ინფორმაციები და ვთხოვთ, რომ ეს ხალხი გაიყვანონ, მოაშორონ იმ საქმიანობას, რასაც ისინი ახორციელებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ნამდვილად არ ვიმუქრები, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ გარკვეულ მინიშნებებს კვლავ გავაკეთებთ
ამასთან დაკავშირებით. მე მგონი რას გავაკეთეთ უკვე საკმარისი უნდა იყოს. ჩვენ ბუნებრივია დავინტერესდით დაცვის მხარის პოზიციით ვესაუბრეთ გიორგი უძილაურის ადვოკატს ბექა გულედანს, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ვიდეო მასალა მას ჯერ არ ჰქონდა ნანახი, თუმცა მისი თქმით ის იცნობს საქმის მასალებს სრულად, ასევე ბრალდებულიც და კიდევ ერთხელ გაიმეორა პოზიცია, რომელიც მას გუშინ ჰქონდა სასამართლოშიც, რომ აღნიშნული საქმის მასალებით ვერ დასტურდება გიორგი უძილაურის მხრიდან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირი და საქართველოს საწინააღმდეგო ინფორმაციის მიწოდება. მადლობა პირდაპირ ეთერში ნათია ქენქაძე საუბრობდა.